მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს, განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს. დღეს ყველა ლოცულობ ჩვენი პატრიარქის ჯანმრთელობისთვის, უსურვებთ მას ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდი მადლობა თქვენი მობრძანებისთვის და აქ ყოფნისთვის. მთავარი მიღწევა, რომლითაც მიმდინარე მოწვევის პარლამენტმა უკვე შეუძლია იამაყოს, არის იმ კანონების მიღება, რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის გაძლიერების და ინსტიტუციური მოწყობის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების თვალსაზრისით. მნიშვნელოვნად გაძლიერდა ხალხის პირდაპირი მანდატი საკანონმდებლო პროცესზე. დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უწევს დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის არსს. სულ რაღაც 8 თვის წინ ამოქმედა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელმაც უკვე არსობრივად შეცვალა პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობა და შინაარსი. განსაკუთრებით უნდა გამოყო პარლამენტის საზამთრებლო ფუნქციის გაძლიერება. მაგალითისთვის, ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ ინტერპელაცია, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია, უკვე არა გამონაკლისი, არამედ ლამის საპარლამენტო ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა. რეგლამენტის სრულების ფარგლებში ასევე უარი ითქვა არასისტემურ და ხელოვნურ ინსტრუმენტებზე, რომლებითაც მანამდე ხორციელდებოდა პარლამენტის საზემოქმედელო ფუნქცია. კერძოდ, საბჭოებისა და თემატურ მოკვლევების ნაცვლად, რეგულაციების დახვეწის შედეგად პირველად ამუშავდა დროებითი კომისიის კონსტიტუციური ინსტრუმენტი. ამჟამად პარლამენტში შექმნილია ორი ამგვარი კომისია, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია და ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია. ორივე ამ კომისიის მუშაობის ინტენსიურობას საზოგადოება თავად ადევნებს თვალს. დღეს არსებობს მხოლოდ ერთი გამსაზღვრელი საზომი, პროქართული და ანტიქართული. ქართულის გარდა ყველა პროორიენტაცია საბოლოო ჯამში არაქართულია, რადგან ის ქვეყნის პოლიტიკას საკუთარ ეროვნულ ინტერესს აშორებს და სხვისი მიზნების ინსტრუმენტად აქცევს. და ეს უნდა ითქვას ღიად, ნათლად და გადაწყვეტილად. ჩვენი ქვეყნის მართვის საკითხებში არ არსებობს პროევროპულობა და ანტიევროპულობა, პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსობა და ანტირუსობა. არსებობს მხოლოდ ქართულობა და ანტიქართულობა, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ეროვნული ინტერესების ღალატი. ლოზუნგი მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი თავისი დროის პირმშოვი. როდესაც რკინის ფარდის წყალობით საქართველოსა და ევროპას შორის გაჩნდა ისეთი გეოპოლიტიკური, ინსტიტუციური და ეკონომიკური ნაპრალი, რომ ამ ორი ცნების დასაკავშირებლად მაშასა და მე თითქოს აუცილებელი გახდა. დღეს ქართველების ევროპელობას მაშასა და მე აღარ სჭირდება. ვინაიდან აღარასთვის არის სამტკიცებელი, რომ ევროპის თანაშემოქმედი საქართველოს დიახაც თავადაც არის ევროპა. ყველა, ვინც საქართველოს ევროპელობას დანამატებში და არა თავად საქართველოში ხედავს, საკუთარ სახელმწიფოს აკნინებს და სხვას უქვემდებარებს. ჩვენ ევროპის დამფუძნებელი ნაწილი ვართ. მისი ღირებულებები, იდეები და ესთეტიკა ჩვენთვის არც ნასესხებია და არც ხელოვნურად შეთვისებული. ისინი ჩვენი ისტორიის, კულტურისა და თვითყოფადობის ორგანული ნაწილია. მაგრამ დღევანდელი ევროპული კავშირი სულ უფრო შორდება იმ ევროპას, რომლის შექმნაშიც ჩვენც მიგვიძღვის წილი. ევროპა ნიშნავს ეძებდა მშვიდობასა და განვითარებას, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას, თანამშრომლობას, ღირსებასა და ურთიერთპატივისცემას და არა იერარქიასა და დაქვემდებარებას. ევროკავშირის წევრობა არავის უნდა აძლევდეს უფლებას მენტორული ტონით ესაუბროს ქართველ ხალხს და ქედმაღლურად უკანახოს, როგორი უნდა იყოს მისი არჩევანი. ასეთი დამოკიდებულება უსამართლო, უღირსი და მაშასადამე არაევროპულია. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას. ქართველი ხალხისთვის პოლიტიკური ნების გარედან თავსმოხვევა, ან მის ნაცვლად ქართველი ხალხის სუროგატის შექმნის მცდელობა დემოკრატიის უხეში უარყოფა. მისი დღევანდელი პოლიტიკით ბრიუსელი ქართული დემოკრატიის შემაფერხებელია და არა ხელშემწყობი. მეორე, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სამართლის უზენაესობას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა საერთაშორისო სასამართლოებში ქართულ მართლმსაჯულებასთან იმისთვის,
რომ დღეს კვლავ ქედმაღლულად ეჭქვეშ აყენებდეს მის გადაწყვეტილებებს. თუ ევროკავშირს ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობების გამოსწორება, გზა მარტივია. პატივისცეს ქართულ ხალხს, პატივისცეს მის დემოკრატიულ არჩევანს და პატივისცეს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპული ღირებულებები ჰქვია. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა თავისთავადი ღირებულებაა და არა ინსტრუმენტი სხვა გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. თუნდაც ამ მიზანს ევროპული ან ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერქვას. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობა გვჭირდება საქართველოს თავისუფლების, უსაფრთხოების და კეთილდღეობის გასამყარებლად და არა პირიქით. ჩვენ ვეძებთ ისეთ ურთიერთობას ევროკავშირთან თუ ნებისმიერ სხვასთან, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორებაზე, საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე და არა უპირობო მორჩილებაზე. სუვერენიტეტი დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის არა დამოუკიდებლობის, არამედ პირიქით დაქვემდებარების იარაღი გახდა. ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც ქვეყნის ლიდერისგანაც კი შეიძლება მოვისმინოთ, რომ პატარა ქვეყანას დამოუკიდებლობის შენარჩუნება უჭირს და გამოსავალი სხვა ქვეყანასთან მიერთება. ეს არის, რასაც ცდილობენ შეგვაგუონ ისინი, ვინც საქართველოში სხვის დროშებს აფრიალებენ, სხვათა ჰიმნებს მღერიან და სხვა ქვეყნის ლიდერებს საკუთრად მიიჩნევენ. ამიტომ დასცინიან სუვერენიტეტს, იდეას, რომლითაც საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა. სწორედ ამიტომ ბოლო პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მივიღეთ უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არის სამართლებრივი გარანტია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას გარედან ვეღარავის შეეხება. ეს კანონი არის იმ ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია აწამოებს გარეთ ჩარევის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც ეს ამ საუკუნის უდიდესმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა უკრაინის ომმა გვაჩვენა. როდესაც ქვეყანა დროულად არიცავს საკუთარ სახელმწიფოს შიგნიდან და გარედან, მის ბედს სხვები წერენ. მეგობრებო, ორიოდე კვირის წინ შესულდა 4 წელი, რაც ჩვენ ვუყურებთ ომის ქარცეთში გახვეულ ევროპას. 4 წელია ვუყურებთ მის ტერიტორიულად უდიდეს სახელმწიფოს ტრაგედიას და ევროკავშირის უნარობას გაუმკლავდეს სულ უფრო მზარდ კრიზისს. თითოეული დღე, რომელიც ომის დღის წესრიგით თენდება, ამძაფრებს გეოპოლიტიკურ კრიზისს და აღრმავებს უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ეროზიას. ჩვენ ვხედავთ სრულ უნარობას, გადაიდგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რომელიც დაასრულებდა ომს, უკრაინელი ხალხის ტანჯვას და მათი სახელმწიფოს გრევას. 4 წლის წინ საქართველოს მზად აღმოჩნდა, ხმამაღლა ეთქვა უარი ომის ლოგიკას. დამდგარ იყო მშვიდობის მხარეს და კრიზისის პოლიტიკური ეპიცენტრში დაებრუნებინა მთავარი ცნება, საქართველოს ეროვნული ინტერესი. ტერორისტული რევოლუციის სამარცხინო დამარცხებული მცდელობიდან 5 თვე გავიდა. მორიგ ჯერზე ჩავარდნილი ამ სამარცხინო პროცესის პასუხად, ნაცვლად დემოკრატიისა და სამართლიანობის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განცხადებების მოსმენისა, მომხდარის დაგმობისა, ძალადობისგან ცალსახა გამიჯვრისა და სათანადო მოწოდებისა, ჩვენ ხედავთ ევროკავშირის მხრიდან სრულ წაყრუებას, გატრუნვას და ზურგის შექცევას. მუდმივი კრიზისი, მუდმივი წნეხი და მუდმივად არეულობის მცდელობა ერთ მიზანს ემსახურება. განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე საქართველოს დაკარგოს პოლიტიკური მანევრის სივრცე, ვერ შეძლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის სტრატეგიულ მიზანზე კონცენტრირება და აღმოჩნდეს კაბალურ დამოკიდებულებაში. ცივილიზაციური ტრაგედია, რომ სწორედ ამ მიმართულებით იკითხება დღევანდელი ბრიუსელის პოლიტიკაც საქართველოს მიმართ. შეუძლებელია ევროკავშირი გადარჩეს ასეთი პოლიტიკით. წელს ჩვენ აღნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს. ეს იქნება განსაკუთრებული წელი, როდესაც შეგვეძლება კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, თუ ვინ ვართ დღეს, რანი ვიყავით გუშინ და რანი ვიქნებით ხვალ. ეს არის მადლიერების წელი ღვთის მიმართ, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და მომავლის გააზრების წელი, თუ როგორ უნდა გავიაროთ ის ახალი ჟამი, რომელიც სწორედ ახლა ჩვენ თვალწინ იბადება. მეგობრებო, ძველი წესრიგი, ცივი ომის თუ პოსტცივი ომის დროინდელი დასრულებული.
ახალი წესრიგის დაბადება კი ყოველთვის ტკივილით ხდება. ასე ყოფილა ადრეც და ასე იქნება ახლაც. უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე, როდესაც იმედი ჰქონდა, რომ გაერთიანებული დასავლეთი უკრაინის დაცვას თუ ვერა ომის შეჩერებას მაინც შეძლებდა, ვიხილეთ დაშლილი და ფრაგმენტირებული დასავლეთი და ახალი ომი ჩვენს საზღვრებთან კიდევ უფრო ახლოს, ჩვენს მეზობლებთან კიდევ უფრო ჭირავს. ისტორიულად ომი ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკის გაგრძელება. ხანმოკლე ილუზია, რომ ისტორია დასრულდა და სამყაროს მხოლოდ მშვიდობა მართავს, გაქარწყდა. თუმცა საქართველოს მოახერხა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეძლო გამოემუშავებინა საქართველოს სუვერენულ ეროვნულ ინტერესებსა და მშვიდობის კონცეფციაზე აგებული უსაფრთხოების დოქტრინა, რომელსაც ერთგულად და თანმიმდევრულად იცავს. ამიტომ გსურს დავარწმუნოთ ჩვენი ამორჩეველი და ყველა ჩვენი მოქალაქე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა, მისი სიძლიერე და სიმტკიცე იყო, არის და იქნება ქვეყნის დაცულობის და უსაფრთხოების მთავარი სტრატეგია, რომლის პირდაპირ მანდატიც გვაქვს ქართველი ხალხისგან. ამ მტკიცე ჯაჭვს ვერავით არის გარე ძალა, უცხოური ინტერესები და მეხუთე კოლონა ვერ გაწყვეტს. საქართველოს უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელიც და ჩვენი მთავარი იდეოლოგიაც. ყველას გისურვებთ სამშობლოს ერთგულებით, ერთიანობით და სიყვარულით საქმიანობას. დიდი მადლობა.